მოგესალმებით, საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ, პოლიტიკურ პერიპეტიებზე საკუთარ პოზიციებს კი დღეს ირაკლი კუპრაძე გაგვიზიარებს. ლელოს და მისი ხელმძღვანელობის პოზიციები მით უფრო საინტერესოა, რამდენადაც ლელო ერთ-ერთია ასე ვთქვათ, ასაკრძალ პარტიათა სიაში. აკრძალვის შემთხვევაში წავლენ სახლში, თუ მოძებნიან წინააღმდეგობის გაგრძელების და წინააღმდეგობის გაგრძელების სხვა ფორმებს. ეს ერთ-ერთი კითხვა იქნება, რომელსაც დღეს ირაკლი კუპრაძეს დაუსვავთ. დაგველოდეთ, დავიწყებთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. შენაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართლა წარმოება დაიწყო. მეათე სკოლასთან, სადაც მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავდნენ, მანქანა შევარდა, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან, მანქანა შევიდა და დრიფტი მოაწყო. 1 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია დაანონსდა. საპროტესტო აქცია ეგრეთ წოდებული საზმაუს მარშმა გამოაცხადა. როგორც მარშის ლიდერებმა განაცხადეს 14 საათზე. საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან გაიმართება, საიდანაც მსვლელობით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან გადაინაცვლებენ. კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედია წიგნიერების დღე აღინიშნა. მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, მედია წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ირაკლი და მადლობა რომ მოგესალმებით. ირაკლი, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად რჩება ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი და მიზანი აკრძალოს წამყვანი ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი თქვენი პარტია ლელოა, ამიტომ რა თქმა უნდა პირველ რიგში სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ამ დღეების განმავლობაში ბევრი შეფასება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვის სურვილის გახმოვანებაც კი არა თუ მისი განხორციელება ნათლად აჩვენებს რა მიმართულებით მიდის ქართული ოცნება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში მიიღება, თუმცა ისეთი პერიოდი ჩანს, რომ სახელმწიფო პარტიას ვერ აჩერებს ვერც ქვეყნის შიგნით გამოთქმული კრიტიკა და ვერც თქვათ ის შეშფოთება, რომელიც ისმის დასავლელი პარტნიორების მხრიდან. აი რა არის თქვენი სათქმელი იმ მოცემულობაზე, რომელიც დღეს გვაქვს და მეორე მხრივ აი თქვენი აზრით, რამდენად გამოუვა ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ველის მოსუფთავება. იქნება ეს ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი. ივანიშვილს უნდა პოლიტიკის გაუქმება ამ ქვეყანაში. პოლიტიკა რო არ არსებობდეს, პოლიტიკური პროცესი რომ არ არსებობდეს, ამაში თავის მხრივ ოპოზიციის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა შეუწყო ხელი, მაგრამ უნდა ითქვას ის, რომ ივანიშვილს ახლა აქვს ყველანაირი ბერკეტი მიიღოს დანაშაულებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური გადაწყვეტილება. და ამ პროცესში იმყოფება ახლა თავად. ჩვენთვის სრულიად ნათელია ის, რომ თუ აკრძალვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებზე, ეს ჩვენს დღის წესრიგს არ შეცვლის. შეცვლის მხოლოდ სამართლებრივ ფორმას ჩვენს, ისიც დარწმუნებული ვარ დროებით, სხვა გზას და მეთოდს წინააღმდეგობის აუცილებლად მოვძებნით. ჩვენი კოალიცია ძლიერ საქართველოს ლელო არის ღირებულებების გარშემო დაფუძნებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი მიზანია ერთი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რომელიც დანაშაულთან, კორუფციასთან, უსამართლობასთან, უკანონობასთან, რეპრესიასთან, დევნასთან ასოცირდება და თავის მხრივ მეორე მხარეს შევძლოთ სიკეთის მოტანა მოქალაქეებისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებით, პენსიების ზრდით, სამუშაო ადგილების შექმნით, განათლების და ჯანდაცვის უკეთესი სისტემით და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც ვერ შეიცვლება ვერანაირ შემთხვევაში რა რეპრესიული იარაღიც არ უნდა გამოიყენოს ივანიშვილმა ჩვენს წინააღმდეგ. აი რა შეიძლება იყოს წინააღმდეგობის ახალი მეთოდები, თუ კი აღარ გექნებათ პარტია, ამაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს ოდნავ მოგვიანებით, იქამდე უშუალოდ საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ მინდა ვიტრიალოთ და იმ დასაბუთების შესახებ ვკითხოთ, რომელიც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ. აი უშუალოდ ლელოს აკრძალვას ქართული ოცნება ითხოვს იმის გამო, რომ პარლამენტს გამოუცხადეთ ბოიკოტი, საკანონმდებლო ორგანოს საბოტაჟად აფასებს ამას მმართველი პარტია. აი რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს არგუმენტი თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როდესაც მოსამართლეები მსჯელობას გახსნიან ამ თემაზე და საერთოდ თუ არსებობს დემოკრატიულ სამყაროში, არ ვიცი,
პრეცედენტი შემთხვევა, როცა პოლიტიკური ბოიკოტის გამო მომხდარა პარტიის საკრძალვა. სხვა შორის, აი გიახუხაშვილი მიიჩნევს, რომ ლელოს საკრძალვის მოთხოვნა ეს შეიძლება იყოს ოცნების ვირეშმაკული ტაქტიკა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს სახე გარკვეულწილად მაინც შეუნარჩუნდეს. პოლიტოლოგი ფიქრობს და ელოდება, რომ სასამართლო თქვენთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნას და მოხდება მხოლოდ აი ნაციონალური მოძრაობის და პარტია ახალი საკრძალვა. აი თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენზე ის მოსამართლეები, რომლებზეც მუდმივად გვესმის განცხადებები, რომ მართულნი არიან ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ? გიახუხაშვილის მოსაზრება არ არის აცდენილი იმ სტილს და ტაქტიკას, რასაც ივანიშვილი იყენებს თავისი FSB-შნიკური მიდგომებით, ამიტომ შეიძლება რეალისტურიც აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, თუმცა უნდა გვესმოდეს ის, რომ 40 წუთიან ბრიფინგზე, სადაც იდგა ეგრეთ წოდებული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე პაპუაშვილი და საუბრობდა მათი საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე, 99% ისაუბრა ნაციონალურ მოძრაობაზე და მის ლიდერებზე, მოქმედებზე თუ ყოფილებზე. სულად ერთი ფრაზით ახსენა ჩვენი კოალიცია, ლელო ძლიერი საქართველო, სადაც ითქვა, რომ თურმე ჩვენ გამოუცხადეთ ბოიკოტი, პოლიტიკური ბოიკოტი გამოვიყენეთ პარლამენტარ მიმართებაში, მანდატები დავთმეთ და ამის საპასუხოდ უნდა აიკრძალოს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ლელო ძლიერი საქართველო. ამ ვითარებაში სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სულად გაუმართლებელია ჩვენდამი მსგავსი მიდგომა. თუმცა ჩვენ არ ვყოფთ ჩვენ საქმეს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ერთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვაც კი ამ ვითარებაში არის უმძიმესი დარტყმა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, პოლიტიკურ პროცესზე და საერთოდ სამართლის უზენაესობაზე ჩვენს სახელმწიფოში. ამიტომ არ ვყოფთ და არ ვსაუბრობთ ეგოისტურად თუნდაც ჩვენს უპირატესობებზე ამ საქმესთან მიმართებაში. არ ვისაუბრებთ, ჩვენ მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ პოლიტიკური პროცესი და სამართლიანობა აღდგეს. და თუ საკუთარ თავზე ვილაპარაკებთ, ამით არ მგონია რომ ხელი შეუწყოთ. ისიც საკითხავია ახლა, რომელი უფრო გაწყობთ იყოთ ამ სიაში თუ არ იყოთ ამ სიაში, იმიტომ რომ აი გახარიას პარტია, რომელიც არ არის სასაკრძალო პარტიათა ჩამონათვალში, შეიძლება ითქვას, რომ თავის მართლების რეჟიმშია და უწევს ამტკიცოს, რომ არ არის ქართული ოცნება ორი და არანაირ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ვაჭრობას და გარიგებას მათ ძალასა და ქართულ ოცნებას შორის ადგილი არ ქონია. თქვენ თუ გაქვთ კითხვა, რატომ მოხვდა ასაკრძალო პარტიათა სიაში ლელო და რატომ არა გახარიას პარტია? უნდა იწვევდეს თუ არა კითხვას ის, რატომ არ არის ამ ჩამონათვალში ყოფილი პრემიერის გუნდი? ჩემი აზრით, არავისთან არაფერი სამართლებელი არ აქვს, იმიტომ რომ პირველ რიგში იმისთვის რომ დავინახოთ რისთვის დგამს კონკრეტულ ნაბიჯს ივანიშვილი, უნდა ვიცნობდეთ მის რუსულ ძალადობრივ ეშმაკურ ხასიათს და ფსიქიკას. რასაც ის აკეთებს ხოლმე. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მოდი იმართლე თავი, რატო დაიჭირეს მამუკა და ბადრი, შემდეგ რატო გამოუშვეს მამუკა და ბადრი იმართლე თავი და ასე შემდეგ. არაფერთან რატომ მიიღო ლელომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და სხვა შორის 2 დღის წინ წამოგაძახათ, არ ვიცი რამდენად სწორი ესე ვთქვათ სიტყვა ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ხაზი გაუსვა თინა ბოგუჩავამ, რომ ლელოს თვითმმართველობის არჩევნებში პასუხით მიიღო თინა ბოგუჩავამ, რომ საკუთარ პარტიას მიხედოს და თავს მიხედოს, რომელიც საკუთარ პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ხვდა. აჯობებს, რომ მაშინ იმ დღეს, როცა ქართული ოცნება ღებულობს უმძიმეს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის შესახებ და იცლის სხვა ოპოზიციური პარტიის კრიტიკისთვის, ცოტა პრიორიტეტებთან ნიშნავს, რომ პრობლემები აქვთ ამ სპიკერებს და ლიდერებს, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ კონკრეტულად ამ ბრიფინგის პარალელურად. ისევ გახარიასთან დაკავშირებული მე ვფიქრობ, რომ ეს არის ტაქტიკური სვლები და ჩვენ საკრძალვას რაც შეეხება. განმარტა, რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას და არა, ხოლმე გიორგი გახარიას დროას, ელენე ხოშტარიას პარტიას, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას. ითქვა, რომ მათ ბარიერის გადალახვა არ შეუძლია და არიან სუსტი ძალები, რომლებიც ვერ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. გახარია ამ კატეგორიაში არ იყო დასახელებული, ამიტომ
ჩნდება კითხვა რა მოხდა უშუალოდ ყოფილი პრემიერის გუნდთან მიმართებაში. ხა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა გახარიას პარტიასთან მიმართებაში, თუმცა ვინაიდან გახარიას პარტიამ მანდატები შეინარჩუნა, ხოლო ამ კვირაში უკვე საპარლამენტო საქმიანობაც დაიწყო, მათ ყოფილი პრემიერის გუნდის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი არგუმენტები გამოეცალათ, თუმცა ამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ეს არგუმენტი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ერთი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ნაწილად მიიჩნევდა მთელი ეს პერიოდი ქართული ოცნება გახარიას პარტიას, მეორე მხრივ კი სერიოზული სამართლებრივი პრეტენზიები აქვს ყოფილ პრემიერსა და მის გუნდთან მიმართებაში, ხო? როგორც ჩორჩანას ეპიზოდი მაქვს მხედველობაში, ისე მხედველობაში მაქვს 20 ივნისის მოვლენები. შესაბამისად, რა მოხდა? აი, ტაქტიკური სვლა ახსენეთ ქართული ოცნების და თქვენი პოზიციის დაფიქსირება, რომ განაგრძო. მიზანია რომ აღრიოს წარმოდგენები კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორებთან მიმართებაში. აღრიოს შექმნას განსხვავებული განწყობები კონკრეტულ სუბიექტებთან დაკავშირებით და აქ უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო პირების, ექსპერტების, რომ განისაზღვროს რეალურად თითოეული მსგავსი გადაწყვეტილებით და ეგრეთ წოდებული ფანდით, როგორც ივანიშვილი ეძახის ტრიუკით, რისი ჩანაფიქრი აქვს ქართულ ოცნებას. ამიტომაც ერთმანეთის კრიტიკისგან ბევრად უნდა შევიკავოთ თავი და აქცენტი გავაკეთოთ ივანიშვილზე. ეს მოწოდება ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა აქტივობებიდან ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ 10 აქტივობიდან 9 არის სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა. აჯობებს, რომ აქცენტი გააკეთონ საკუთარ სტრატეგიაზე, რაც სწორად მიაჩნიათ, აქცენტი გააკეთონ იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას სჭირდება ტოტალური წინააღმდეგობა, თუნდაც განსხვავებული სტრატეგიებით, მოქალაქეებს სჭირდება მხარდაჭერა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასე შემდეგ. პრიორიტეტი ექნებათ ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა და ამ ვითარებაში შესაძლებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა აქტორმა, პარტიამ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს საზოგადოებაში. ერთმანეთის წინააღმდეგ ქვების სროლა მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საერთო საქმეს, მათ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ჩამოყალიბდნენ საკუთარ თავში, რა არის მათი პოლიტიკური სტრატეგია, წინააღმდეგობის და ბრძოლის პოლიტიკური სტრატეგია რა არის. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, ვიცით, რომ ვაძლიერებთ ამჟამად რეგიონალურ სტრუქტურებს, პარტიულ ორგანიზაციებს, მხარს უჭერთ ადგილობრივ ლიდერებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ წელში გამართული, ქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ინფორმაცია, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა, მათ შორის საკრებულოებში, დღეს საკრებულოებში პირველი დღეა, პირველი სხდომები იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი წარმომადგენლობები მთელი საქართველოს მასშტაბით პირველ რიგში დააყენებენ სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიციატივას კორუფციის გამოსაძიებლად, იმიტომ რომ ის რაც დაადასტურა ახლა ქართულმა ოცნებამ, რომ კორუფციაში იძირება ივანიშვილის გუნდი, ეს კორუფციული საქმეები პირდაპირ ჩაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ეხება ასეულობით მილიონ ლარს და შეიძლება მილიარდობით ლარსაც მთელი საქართველოს მასშტაბით. სადაც ჩართულები არიან ადგილზე ეგრეთ წოდებული მინი ფეოდალები, ქართული ოცნების სახეები, რომელთაც სჭირდებათ მხილება და შემდეგ უკვე ეს არის თქვენი გეგმა იმ ფონზე, როდესაც გაქვთ პოლიტიკური საქმიანობის უფლება. კიდევ უფრო საინტერესოა, რა შეიძლება იყოს მაშინ, თუ კი პარტიას რეგისტრაცია გაუქმდება ამ საკითხზე. აი ზუსტად რამდენიმე წუთში დაგისვავთ კითხვას და გადავაკიდეთ მართლაც ძალიან მოკლე დროში. იქამდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უშუალოდ იმ პარტიებზეც, რომლებსაც ქართული ოცნება შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ტოვებს ხო პოლიტიკურ ველზე, თქვენც ახსენეთ ამ ეტაპზე არა უქმებს დროას, ზურაბ ჯაფარიძის გერჩი მეტი თავისუფლებას სტრატეგია აღმაშენებას ევროპულ საქართველოს ფედერალისტებს სხვა ერთკაციან პარტიებს, როგორც თავად ქართული ოცნება უწოდებს და ყველაზე საინტერესო არგუმენტია, მათ საკუთარი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ მათი აკრძალვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთებაო, ამბობენ ქართულ ოცნებაში, თუმცა იქვე ამატებენ, რომ აი თუ კი რომელიმე პარტია, ასე ვთქვათ, მოძლიერდება ისე, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეძლოს, პროცესში მაშინვე ჩაერევიან. აი რა სახელი შეიძლება დაერქვას უკვე იმ მიდგომას, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ ძლიერი პარტიები, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ. ეს ეხება ხელისუფლების ცვლილების შანსების შემცირებას. ხელისუფლების ცვლილებაზე რაღაც აკრძალვის დადებას, რომ ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და ქართული ოცნება უნდა იყოს სამუდამოდ ამ ქვეყანაში
ივანიშვილის მმართველობის სახით და მას აქვს მცდელობა, რომ ყველა ძლიერი პოლიტიკური პარტია აკრძალოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს კოალიციას და სხვა ორ პარტიას და თავის მხრივ ნებისმიერი გაძლიერების შემთხვევაში სხვა პატარა პარტიებიც შეიძლება აიკრძალოს პერსპექტივაში, ხო? აქ ვერაფერზე პასუხი ვერასდროს ვერ გექნება, იმდენად არაადეკვატურია მთლიანი სქემა და მხოლოდ აშიშვლებს ივანიშვილის სიყვარულს ძალაუფლებისადმი. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რომელიც ერთადერთი მამოტივირებელი ფაქტორია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამიტომ ჩვენ მიზანი არის ის, რომ კი უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ, კი უფრო სხვა ტიპის სტრატეგიული წინააღმდეგობები უნდა ვიპოვოთ და თავის დროზე რომ არ დაეშვა ოპოზიციას შეცდომები ბოიკოტთან მიმართებაში, სრულიად არარაციონალური მოლოდინი რევოლუციურ სცენართან და ასე შემდეგ, ამის მიღმა რომ გამოეყენებინა მათ შორის შანსი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წელს, ბევრად ცხლა მოცემულობაში ვიქნებოდით ახლა. მხოლოდ სუსტი პარტიების დარჩენა და ყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართულ ოცნებას ქართული ოცნება ვერ შეიცვლება არჩევნების გზით და რატომ მინდა ამ საკითხზე ჩაგეკითხოს და აქამდე რიგი პარტიის, მათ შორის სწორედ ლელოს ისე როგორც გახარეს პარტიის პოზიცია იყო, რომ ქართული ოცნება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, აი რა იცვლება თუ არა თქვენი შეხედულება, რომელიც ამ თვალსაზრისით გაქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება წამყვანი ძლიერი, ასე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნა და ხო შესაძლოა პოლიტიკურ ველზე უბრალოდ ისეთი პარტიები დარჩნენ, რომლებსაც ამ ეტაპზე არ აქვთ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობაც კი. აი თუ კი იგივეა თქვენი პოზიცია, მაშინ ლოგიკა სად არის ესეც რომ ახსნათ? ლოგიკა არის ის, რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას ჭირდება სტაბილური განვითარება და ჭირდება ის, რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ არჩევნების გზით. მიუხედავად იმის, შანსი იმის, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით შეიცვალოს, ნულოვანია, როგორც თქვენ თვითონ ამბობთ. არ ვამბობ მე ამას, არასდროს არ მithქვამს, რომ ნულოვანია ქართული ოცნების შეცვლის შანსი არჩევნებით, არასდროს ჩვენს პარტიას ეს არ გვითქვამს და ფონზე თუ კი აიკრძალება წამყვანი ოპოზიციური პარტიები და დარჩებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ტოვებს პოლიტიკურ ველზე ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში არ ვიტყვით, არ გვითქვამს და წინასწარაც ვერ გავაკეთებ პროგნოზს რა იქნება მომავალში. ამ ეტაპზე რაც გვითქვამს არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით არის ერთადერთი სწორი ალტერნატივა იმისთვის, რომ არჩევნებში დაამარცხო ხელისუფლება, უნდა დაამარცხო ის ხელშესახები უპირატესობით, სადაც გაყალბებაც კი ვერ შეცვლის თანაფარდობას. რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა არჩევნები იყო манипуლირებული და გაყალბებული. თუმცა ამის პარალელურად ბევრად დიდი უპირატესობით უნდა დაამარცხოს ოპოზიციურმა სპექტრმა ივანიშვილის გუნდი და ამ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილება იქნება გარდაუვალი. გაყალბების მასშტაბებსაც აქვს რაღაცა ჭერი, რის მიღმაც კარგი, სწორი ორგანიზების, მოქალაქეების ჩართულობის პირობებში, პოლიტიკური პარტიების ძლიერ კარგ ფორმაში ყოფნის პირობებში ქართული ოცნების დამარცხება არის სრულიად რეალისტური და შესაძლებელი. და მითი იმის შესახებ, რომ ივანიშვილის დამარცხება არ შეიძლება ან შეუძლებელია, ამ მითის შექმნა მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. კეთილი, გადავიდეთ იმაზე, მოქმედების რა გეგმაზე უნდა გადავიდეს ოპოზიცია და უშუალოდ ლელოს რას იზამს, თუ კი მაინც ყველაზე ცუდი მოხდება და სრულად დაკმაყოფილდება, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც სასამართლოში წარადგენს ქართული ოცნება. ხა როგორც მივხვდი, ლელო არაპირებს ქუდის დახურვას და ასე ვთქვათ, სახლში წასვლას, ხო, არაპირებს გაეცალოს ქართულ პოლიტიკას. მაშინ, აი, რას იზამთ? ასე მარტივად გითხავთ. რა არის ის სავარაუდო სხვა საშუალებები, ხერხები და მექანიზმი, რითაც შესაძლოა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოთ? პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პოლიტიკური საინფორმაციო ველი არ დაბინძურდეს ამ საკონსტიტუციო სარჩელით, რომელიც ივანიშვილმა შეიტანა პარტიების აკრძალვის მიზნით და ეს 9 თვე იქნება 3 თვე თუ 5 თვე არ შეიჭამოს და დაიკარგოს საქართველოს მოქალაქეების რეალურ ინტერესებზე საუბრის პროცესი. იმიტომ რომ ივანიშვილს აქვს ტაქტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებს, შემოაგდებს პოლიტიკურ ველზე სრულიად გაუგებარ, ძალადობრივ, გასაბრაზებელ პოლიტიკურ საკითხს დღის წესრიგში და შემდეგ
ჩვენ პასუხობთ 24 საათი ვსაუბრობთ ამ საკითხების გარშემო. ჩვენი მიზანი პერსონალურად ლელოს და ძლიერ საქართველოს მიზანი იქნება ის, რომ დავაიგნოროთ ეს საკითხი და ვისაუბროთ იმ რეალურ საჭიროებებზე, რაც მოქალაქეებს ჭირდებათ. საბოლოო შედეგი აკრძალვა იქნება თუ არ აკრძალვა და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, ჩვენ ეს გჭირდება იმისთვის, საქართველოს გჭირდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პროპაგანდის წინააღმდეგ, იმ ძალადობაზე, რეპრესიებზე, დაშინებულ, ნაცემ, ნაგვემ, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებზე, ემიგრაციაზე, იმაზე, რომ მაგალითად ორი არაბული ანკლავი იქმნება ამ ქვეყანაში, ერთი ფონიჭალაში 590 ჰექტარი გადაეცა. ვატიკანზე 12-ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა ირაკლი კობახიძემ და ივანიშვილმა არაბულ ჯგუფს. ბათუმში 290 ჰექტარი. მანჰეტენის ხელა ტერიტორია გადასცა არაბულ რაღაც ანკლავს ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ 60% გაყიდვების და სტუმრების იქნებიან სწორედ მაგალითად არაბეთის საემიროების მოქალაქეები. ამაზე უნდა ვისაუბროთ. საინვესტიციო ჯგუფთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ გაგიშვებთ ისე, რომ არ დაგისვათ კითხვა. იქამდე მაინც მინდა გავაგრძელოთ ის ხაზი, რაზეც საუბრობთ. ხა თქვენ აქცენტს აკეთებთ ლელოზე, როგორც პოლიტიკურ ძალაზე და მისი მოქმედების გეგმასა და სტრატეგიაზე, მაგრამ მე მაინც მინდა ვკითხოთ, რა შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ კი ასე თქვათ პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ ვეღარ იქნებით და თქვენს პარტიას ასე თქვათ რეგისტრაცია გაუქმდება და რატომ მინდა 300 პოლიტიკური პარტია ეს კითხვა ცალკეული ოპოზიციური პარტია, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა გთავაზობთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით მომაკვდავი პოლიტიკური პროცესი გააცოცხლოს ოპოზიცია, მოისმენდით ალბათ ხო განცხადებას, რომელიც გაკეთდა არაერთგზის ნაციონალურ მოძრაობაში და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა, აი ანალიტიკოსთა ნაწილიც ფიქრობს, რომ აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ. აი რა არის თქვენი პასუხი ამ პოზიციაზე და რა არის თქვენი პასუხი ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ უწვდის ხელს ყველა ოპოზიციურ პარტიას და განსაკუთრებით ალბათ სწორედ ლელოს, იმიტომ რომ მასაც ემუქრება ისიც არის იმ ჩამონათვალში, რომელიც აკრძალვასაც ითხოვს ქართული ოცნება. რამდენად ხედავთ ოპოზიციური პარტიების შერიგების თუ არა მორიგების რესურს მარც? ხო, პირველ რიგში ამ პარტიებმა თავი უნდა დაანებონ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას და ჩამოყალიბდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში, ხედავენ მოკავშირეებს თუ მტერს. ამაზე ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ. რა პოლიტიკურ სტრატეგიას ირჩევენ? კვებავენ მოქალაქეებს რაღაც არარსებული რევოლუციის ილუზიით, ეს ერთი, რაც გაკეთებული აქვს მათი ოფიციალური პოლიცსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებებით და ასე შემდეგ. ნათი სტრატეგია, ახალი სტრატეგიის შესახებ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რა სტრატეგია აქვს ნაციონალურ მოძრაობას? პასუხი რევოლუციის შესახებ აღარ ისმის. სხვა ალტერნატივა რამე იცით? გაგიგიათ აი ამ დროის განმავლობაში. რა სტრატეგია აქვს ნაციონალურ მოძრაობას? რომ წინააღმდეგობა მათ შორის ქუჩის პროტესტის სახით უნდა გაგრძელდეს, მაგრამ და მეც ვამბობ რომ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ რა პოლიტიკური სტრატეგია აქვს? მე არ ვიცი რა პოლიტიკური სტრატეგია აქვს ამ ორ პოლიტიკურ პარტიას. ერთი იყო აღდგენებული ბოიკოტით, მეორე იყო აღდგენებული რევოლუციური სულისკვეთებით. არც ერთი არ გამოვიდა, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო. მეორე მხარეს ჩვენ გვაინტერესებს თუ ხელი უნდა ჩამოვართვა და ვთქვათ, რომ საერთო სტრატეგიაზე ვთანხმდებით, უნდა ვიცოდე რა არის თქვენი სტრატეგია. თქვენი პოლიტიკური სტრატეგია წინააღმდეგობის რა არის? უნდა ვიცოდე. თუ ეს არ ვიცი, შეუძლებელია, არარაციონალურია და ფუჭია ნებისმიერი მცდელობა, რომ სიყალბეზე დავაფუძნოთ რაიმე ტიპის ერთობა. ღირებულებითი ერთობის გარეშე მხოლოდ იმ საკითხით, რომ აი ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ, ამის მიღმა როგორ უნდა შევცვალოთ, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკური პარტია ამისთვის, რა პოლიტიკურ სტრატეგიას უნდა იყენებდეს წინააღმდეგობისთვის, თუ ეს არ გვეცოდინება, რა თქმა უნდა, რაიმე ერთობაზე ან თანამშრომლობაზე საუბარი იქნება აზრს მოკლებული. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავძლიერდეთ, ვესაუბროთ მოქალაქეებს, იმიტომ ყველა პოლიტიკურ აქტორს ჭირდება სტრუქტურული წინააღმდეგობა და გაძლიერება. რაც შეეხება და პრინციპში მათთან ერთად ახლების შესახებაც გითხავთ. ხედავთ საფუძველს იმ მოთხოვნაში, რასაც აყენებს ქართული ოცნება. აკრძალვის საფუძველს? ხო. არა, რა თქმა უნდა. ქართული ოცნება ლელოს მიმართ შეიძლება ნაკლები სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს, თუმცა აი
როგორ უყურებთ უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის და ახლების აკრძალვის შესახებ მოთხოვნას? დემოკრატიულ სამყაროში, დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიების აკრძალვა თუ ისინი არ არიან რაღაც სეპარატისტული პარტიები, რომლებიც შუხს და ეთნიკურ დაპირისპირებას თესავენ, არის წარმოუდგენელი სიგიჟე. შესაბამისად, ქართული ოცნების მოთხოვნა, რომ აიკრძალოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ გმობთ და მიუხედავად იმისა, ლელა ვიცოდით თუ არა ჩვენ ვიქნებოდით სიაში თუ არ ვიქნებოდით სიაში, ჩვენ საკონსტიტუციო ქართული ოცნების განაცხადამდე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. კონსტიტუციური სარჩელი დავარეგისტრირეთ, სადაც ვასაჩივრებთ სწორედ იმ მუხლებს, რომელზეც დაყრდნობითაც საერთოდ აკრძალვა უნდა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ არ გქონდა ინფორმაცია, ვიქნებოდით, არ ვიქნებოდით, მოლოდინი გქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპს ვებრძვით, პრინციპს, რომელიც არის ძალადობრივი, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული. ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი დარტყმა საქართველოს დემოკრატიული და ეროვნული ინტერესებისთვის. კეთილი, ირაკლი, კიდევ ერთი უნდა დაუბრუნდეს, უბრალოდ დაუბრუნდება თუ არა ლელო რუსთაველის გამზირს და ქუჩის პროტესტს, ეს კითხვაც მინდა დაგისვათ. ახლა გასაგებია, რომ თვითმმართველობის არჩევნების, ასე ვთქვათ, წინა პერიოდში ბევრს არ მოსწონდა თქვენი წარმომადგენლების გამოჩენა იქ, სადაც იმართებოდა საპროტესტო აქციები, თუმცა კიდევ უფრო მძიმე რეალობა მივიღეთ, ალბათ შეიძლება ამის თქმა, ხო, ბოლო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იდგეს თუ არა მათ შორის ლელოც იქ, სადაც არის პროტესტი და ამ ფორმით წინააღმდეგობის დაფიქსირება ქართული ოცნების მიმართ. ცალსახად უნდა ვთქვა, რომ ლელო არცად არ წასულა პროტესტიდან. ლელო თანამონაწილეობს რომ ვერ პროტესტში. ხედავთ რუსთაველის გამზირს. შეიძლება მე ვერ მხედავთ, მაგრამ უნდა დაინახოთ ჩვენი სხვა ლიდერები, ვატო სურგულაძე, გიორგი სიორიძე, სხვა ტიპის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები გვაქვს, მათ შორის საერთაშორისო, მათ შორის სტრუქტურული, მათ შორის ჩვენი რაიონული წარმომადგენლობები, მაგალითად 26-ში ჩვენი რეგიონალური ოფისებიც კი წარმოდგენილი იყვნენ თითქმის მთელი საქართველოდან ამ საპროტესტო აქციას. ლელო არსად არ წასულა, იქ მყოფი მოქალაქეები ამას ნათლად ხედავენ და ეს არის მოცემულობა, რაში ჩვენ ვიმყოფებით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირი არ იყოს ერთი და ორი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის გამტარებელი, არამედ იყოს ორიენტირებული ორ მთავარ მნიშვნელოვან მოთხოვნაზე. ეს არის ხელისუფლების ცვლილება, ახალი საპარლამენტო, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით და პოლიტპატიმრების თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გავიხსენოთ, რა არის რუსთაველის გამზირის ფუნქცია და მიზანი. და შიგნით შეტანა, ზოგჯერ ბოიკოტი, ზოგჯერ რევოლუციური სულისკვეთების, რომელიც არაფერს არ იყრდნობოდა სამწუხაროდ და ეს ფაქტობრივად დამტკიცდა, არის შეცდომა. პოლიტიკური მანიპულაციის საგანი არ უნდა გახდეს ის პროტესტი, რომელმაც ამდენ ხანს გაძლო ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წინააღმდეგობაში და იქ დგანან ასობით, ათასობით ადამიანი, რომელიც არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და აქვს კონკრეტული ეროვნული პატრიოტული მიზანი, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს რუსული ძალა. ირაკლი, ბოლო თემა და აი დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ კონკრეტულ არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან მიღწეული შეთანხმებით. თქვენ გუშინაც გააკეთეთ, ხო, ამ თემაზე განცხადება, ლელო ითხოვს იმ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის მოხდა კრწანისის ტყეპარკის და გონიოშიც, ხო, სანაპირო ზოლის ტერიტორიის გადაცემა, როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვით, ეს არის ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. აი, ახსნათ მოდით მაყურებლებისთვის კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავთ ამ პროექტში და იმ ხელშეკრულებაშიც შესაბამისად, რომელიც არის გაფორმებული ამ ჯგუფთან. ხელშეკრულებაში ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ არ ვიცით საერთოდ ხელშეკრულება რას მოიცავს, ეს არის გასაიდუმლოებული, თუმცა საჯარო განცხადებებიდან რის დანახვაც შეიძლება. საქმე ეხება თბილისსა და ბათუმში ორი არაბული ანკლავის მშენებლობას. ერთი თბილისში 590 ჰექტარზე, რაც მოიცავს კრწანისის ტყეპარკს, 5 ტბას, უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას, რომელიც ქალაქისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ სიკეთეა, ეს ტერიტორია გადაეცა არაბულ კომპანიას, რომელმაც ღიად დაანონსა კრწანისის ტყეპარკში და ბათუმში გონიოს ტერიტორიაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანაპირო ბათუმში. ეს ორი უმნიშვნელოვანესი ტერიტორია არაბულ ჯგუფს გადაეცა და ისინი ამბობენ, რომ აქ ააშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ.
და საუბარი არის იმაზე მათივე განცხადებებით, ღია საჯარო განცხადებებით, 60% იქნება უცხოელი, რომელიც აპირებს გადმოცხოვრებას ამ ტერიტორიებზე. 60% უცხოელებისა და პარალელურად თქმა იმის დაახლოებით $5,000 გამოდის იმ საინვესტიციო პაკეტს მიხედვით 1 კვადრატული მეტრის ღირებულება. მითხარით საშუალო სტატისტიკური ქართველი, რომელსაც შეუძლია 1 კვადრატულ მეტრში გადაიხადოს $5,000. მინიმუმ $5,000. არ არსებობს ესეთი ადამიანი. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და სხვები არიან, ხო? არ არსებობს ესეთი ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უნდა გაჩნდეს რაღაც კიდევ ახალი ანკლავი, რომელიც საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც უფრო მეტი იღუპება, ვიდრე იბადება და პარალელურად ემიგრაციაში მიდის ძალიან დიდი ნაწილი, იქნება ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი. მადლობა ირაკლი, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ, ირაკლი კუპრაძე, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვეთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია ახალის წარმომადგენელი დავით მჟავანაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა დავით და მადლობა რომ შემოგვერთით. დავით, თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, რომლის აკრძალვასაც გეგმავს ქართული ოცნება, შესაბამისად გადაცემის ამ ნაწილსაც ვიწყებთ ამ თემით. იცით რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელი გამზადებულია სასამართლოში შესატანად, იცით რომ მოთხოვნილია 4 ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალიდან 3 საკრძალვა. რა ეტაპზე გადავიდა პოლიტიკური პროცესი საქართველოში 2 დღის წინ, როდესაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის პრესკონფერენცია და როცა მთავარი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის არსი გააცნო მან საზოგადოებას და მეორე მხრივ როგორ უნდა გადარჩეს საქართველოში დემოკრატია, ესეც საინტერესოა. ხო, პრინციპში აქამდე რა დე-ფაქტო მდგომარეობაც ჰქონდა, ეხლა მაგის ფორმალიზაციას ახორციელებს ოცნების რეჟიმი, როდესაც აი ელემენტარულ პარტიულ მრავალფეროვნებასაც კი ოფიციალურად კრძალავს, ხო ესეა. თუმცა ჩვენ ეხლა უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ აკრძალვის გარეშეც ისედაც აქ საარჩევნო პოლიტიკური პროცესი ქართული ოცნების გამოისობით, ისედაც მკვდარი იყო განსაკუთრებით შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და იმ არჩევნების შედეგად, როდესაც პირდაპირ აღმოჩნდა, რომ აქ არჩევნები აღარ ტარდება. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი არა საარჩევნო უბნებზე ან რაღაცა ინსტიტუციებში, რომელიც აღარ დარჩა არც ერთი თავისუფალი და ნეიტრალური, არამედ ქუჩაში და სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობების მხრივ არის მთავარი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. ხა ჩვენთვის ეს აკრძალვა რეალურად არაფერს არ ცვლის და არაფერს არ ნიშნავს. ისედაც, რა ვიცი, ჩვენს პარტიას ყველა ლიდერი ციხეში ყავს და ჩვენს კოალიციას მაქსიმალური შევიწროება და მაქსიმალური რეპრესიები არის ისედაც ოცნების მხრიდან კარგახანია და მაგის მიუხედავად თუ არსებობთ ახალი წევრებიც კი გვემატება, პროტესტსაც ვაძლიერებთ და თქო ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას ავჭყოთ. ოცნება შეიძლება გონია, რომ ეხა ფურცლებზე თუ აგძალავენ, ამით აიგზალება განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში და აიგზალება მათ მიმართ წინააღმდეგობა, მაგრამ ეგ მასე არ მოხდება და ეხა გასაგებია ის რა ფაზაში ეგენი შევიდნენ, ეგეთ რაღაცებს უკვე თავისთავსაც აჯერებენ და ალბათ ივანიშვილსაც აჯერებს კობახიძის გუნდი, რომ ასე თუ გააკეთებენ, ეს რეალურ შედეგს მოიტანს, მაგრამ არაფერს არ მოიტანს. ეგ იქნება ისე მათთვის დამაზიანებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლები კი თუ ვინმე არის და გულშემატკივრები არც მაგათთვის იქნება, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი ნაწილისთვის არ იქნება ეს გადაწყვეტილება გასაგები და ადეკვატური, იმიტომ რომ ბოლოს როცა ეგეთი მდგომარეობა ამ ქვეყანაში იყო, ეს იყო ზუსტად 35 წლის წინ, როცა კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა აკრძალული ყველა სხვა პარტია და მაშინ ზუსტად 90 წლის 28 ოქტომბერს პირველად ჩატარდა ამ ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები და საქართველოს უარი უთხრა აი იმ რეჟიმს, რაშიც ცხოვრობდით მანამდე 100 წლების განმავლობაში და ხელისუფლებამ ოცნებამ 35 წლის თავზე გადაწყვეტა, რომ მანდ უნდა დავბრუნდეთ და მის გარდა უნდა აკრძალოს ყველა და ეგ ვერ მოხდება. ეტი, დავით, როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანაში დემოკრატია, თქო მე ეს კითხვაც დაგისვით და ისევ მინდა რომ ეს კითხვა გავიმეორო და რადგან თქვენს პარტიაში ისე როგორც ასაკრძალად გამოტანილ ყველა პოლიტიკურ ძალაში გვესმის განცხადებები, რომ ოცნების მიერ ასე ვთქვათ შექმნილ მოცემულობას არ დაემორჩილებით და ამას წინააღმდეგობით უპასუხებთ, აქვე გკითხავთ, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ აი ეს წინააღმდეგობა გაძლიერდეს. აი ნიკა გვარამია თქვენი პარტიის და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც გუშინ გავრცელდა, რომ ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურ კონკურენციასთან ერთად ერთ-ერთი სერიოზული წინაღობა არის სწორედ პროტესტი. თუმცა აქ კიდევ ერთი კითხვა შემოდის. აი თუ კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალებით, აი როგორ შეიძლება გააგრძელოთ ასე ვთქვათ პროტესტის კომპონენტის გამოყენება? ნახეთ, ისედაც აქამდე მთავარი
მთავარი ეს პოლიტიკური პროცესი და მთავარი დემოკრატიის გადამრჩენი პროცესი და აი მათ შორის ნიკამელიას თქმებს გავიხსენებ, მთავარი პროცესი, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ჯერ კიდევ ნიშნავს, ეს არის რუსთაველის პროტესტი და შესაბამისად მთლიანად ის პროტესტი, რომელიც ქვეყანაში მიდის. ეგ არის მთავარი, რაც ხელისუფლებას აწუხებს და ეგ არის მთავარი სივრცე, ხა სადაც პოლიტიკა კეთდება. სხვა სივრცე აღარ არსებობს, ეს დიდი ხანია. შეიძლება ვიღაცებისთვის ეს რაღაცა რადიკალურ ფორმად არის მიჩნეული, შეიძლება ვიღაცისთვის ეს თლად რაღაცა მოსაწონი ფორმა არ არის, მაგრამ ეხა ისტორიულად ამ ასეთ მშვიდობიან პროტესტებს იმპერიები წაუქცევია, რა ვიცი, ინდოეთში მაჰათმა განდის მიერ, საბჭოთა კავშირიც ამან დაანგრია და ბევრი სხვა იმპერიები. ეს არის, რა ვიცი, ნაცადი, დემოკრატიული და ისეთი ყველაზე რაღაცა ხალხოსნური გზა, ოდესაც სხვა გზა აღარ რჩება, მით უმეტეს რომ რეჟიმს ებრძოლა და ამას ისედაც ვაკეთებდით და ეხა ამ აკრძალვის მერე თუ დავაჩქარებთ რაღაცა პირობითად ძალისხმევის გაერთიანებას და ამ პროტესტის გაძლიერებას, თორე სხვა უარყოფით შედეგი ამას არ ექნება. აქამდეც ეგ იყო გასაკეთებელი, რომ მეტი ორგანიზება გვჭირდებოდა, მეტი კოორდინირება გვჭირდებოდა სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ პროტესტი გაგვეძლიერებინა ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციასთან გვებრძოლა უფრო ეფექტურად და ქვეყნის გარეთ ერთხმაში გველაპარაკა. ეს იყო ყოველთვის საჭირო, განსაკუთრებით ბოლო წელიწადში ეს აღმოჩნდა, რომ ეს არის მთავარი საჭიროება, რაც ჭირდება ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და აი ეს აკრძალვა, ეხა ამაში თუ დაგვეხმარება და უფრო დაგვაჩქარებს. არ გექნებათ პარტიულ ოფისებში ყოფნის უფლება, მაგრამ დარჩებით ქუჩაში და დარჩებით ოფისებში ყოფნის უფლება რატო არ გვექნება? ეგ ეხა ეგ კიდე ეს არის გასარკვევია ზუსტად რას გულისხმობენ, ხო? ანუ ოფისში შესვლას როგორ ამიგზავნენ, რაღაც შენობაში ისედაც შეგვიძლია ყველა შევიკრიბოთ, ხო? ანუ გასაგებია რომ არ გვექნება საარჩევნო მონაწილეობის უფლება, რაც თქვა კობახიძე. ეს თავის მხრივ ხო არ ნიშნავს იმათ, რომ ერთგვარად დისი 21 საუკუნის რაღაცა ახალ დისიდენტურ მოძრაობას მივიღებთ და მივიღებთ არაფორმალურ გაერთიანებებს, რასაც იცით რა, არაფორმალური წლის წინ არაფორმალებს ეძახდნენ თავისუფლად ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრებს, მათ შორის მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდა, ეს არაფორმალებს ეძახდნენ, ეს კომუნისტები და ეს არაფორმალობა, ეს ჩვენი არჩევანი კი არ არის, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი რაღაც რეალობა და არაფორმალობა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა რა, ეხა არჩევნებში თუ შეგვეძლო მონაწილეობა, თქვა 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე, რა მივიღეთ მონაწილეობა თუ რა, მაინც არ შევედით, იმიტომ რომ უკვე გასაგებია რომ ყალბი პროცესია და ეხა თუ ფორმალურად არ შეგვეძლება აი ამ ყალბ არჩევნებში შესვლა, ეგ მაინც არაფერს არ გვისვლის ჩვენთვის. ჩვენ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბედი გადაწყდება პროტესტის მიერ და ქუჩაში. და აი ამ გადაწყვეტის შედეგად ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი სამართლიანი არჩევნები, სადაც რა თქმა უნდა ყველას ექნება მონაწილეობის უფლების მიღება, მათ შორის ქართულ ოცნებასაც და ვისაც როგორც მიანიჭებს ხალხი მხარდაჭერას, იმის მიხედვით გადაწყდება ამ ქვეყნის სამომავლო ხელისუფლებისა და სამომავლო განვითარების ბედი. ამიტომ ჩვენთვის ეგ არაფერს ახლას არ ცვლის საერთოდ, იმიტომ რომ არჩევნები არის მოსაპოვებელი. და აი ეს ელემენტარული რაღაც წესრიგი და შეთანხმება არის მისაღწევი იმისთვის, რომ ხალხს შეეძლოს თავის ნების გამოხატვა ადეკვატურად და პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოს ამ მანდატის გამოყენება. არაფორმალური თუ დისიდენტური გაერთიანებების საკითხზე მინდა რომ ჩაგეკითხოთ. აი ქართული ოცნება იცით თქვენ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს, თუმცა როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, პარტიის აკრძალვის შემდეგ დააკვირდებიან მასთან დაკავშირებული პირები, ასე ვთქვათ, ხომარ ცდილობენ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის რაღაც სხვა და ალტერნატიული საშუალებები და თუ ამას დაინახავენ, თავიდან მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. რამდენად უნდა იყოს ოპოზიცია მზად, რომ არ ვიცი, არანაირი ფორმალური გაერთიანებების შექმნის, ასე ვთქვათ, საშუალებას არ მოგცემთ ქართული ოცნება, რომ ის ამას არ დაუშვებს და შესაძლოა ამის პირველივე მცდელობაზე თუ არა, რომელიღაცა მცდელობაზე მაინც საერთოდ საპატიმროში ამოაყოფინოს თავი კიდევ არაერთ პოლიტიკას. ნახეთ, ეს ფორმალური გაერთიანება ისეც არასდროს არ ყოფილა ჩვენი რაღაცა თავარი მიზანი, რომ აი ფორმალურად თუ რაღაც სახელი არ ქვიან რაღაცა ბრენდის ქვეშ არ ვართ გაერთიანებული, ისე ვერ ვიფუნქციონირებთ, ხო, ეგ არც გვიფიქრია არასდროს. საარჩევნო ნომერიც რო წაგვართვეს, მაგაზეც არ ქონია რეაქცია, იმიტომ რომ არაფერს არ ნიშნავდა თავის მხრივ, არც ნომერი და არც დასახელება, იმიტომ რომ თავარი არის იდეა და თავარი არის ადამიანები, რომლებსაც ეს იდეა გვაერთიანებს, ხო ესეა და ხა რას იზამენ? აი კერძო პირებს თუ აი მე თუ ამიგზალავს, ეხა მაგალითად კომუნისტი გია ვოლსკი თუ მე ამიგზალავს პოლიტიკაში ყოფნას, აი რას იზამენ, რომ სახლიდან არ გამომიშვებენ თუ ამ ეთერში ვერ მოვალ თუ ინტერნეტ სივრცეში ვერ ვიტყვი იმას, ისე თქმაც მინდა, ანუ ეგეც ხო აღსასრულებოდა ხო ცოტა არანორმალური არის, რასაც იმუქრებიან, არა ეგ კი არა, ეხაც იმუქრებოდნენ აგზავნოთ თუ კერძო პირებსო და მაგასაც ვერ შვებიან, ხო, იმიტომ რომ არაადეკვატურია თუ რა ქვია, კერძო პირების აგზავნა უნდა დაიწყონ, იმიტომ რომ რაღაც წინა ხელისუფლების ნაწილი იყო ვიღაცები, მაშინ ნახევარი მათი რეჟიმის ისინი რა ქვია, წარმომადგენლები ასაკძალი არიან და ნახევარი წინა რეჟიმის წარმომადგენლები
და წინახელისმშობლების წარმომადგენლები არიან მისი წევრები. ხო ესეა. ამიტომ არაფერს არ გვიცვლის ეგ რა ჩვენ რეალურად და ლაპარაკს ვერავინ ვერ აგვიგზავნოს, ხალხთან კომუნიკაციას ვერავინ ვერ აგვიგზავნოს და ერთმანეთთან კოორდინაციასაც ვერავინ ვერ აგვიგზავნოს. ფორმალობა არაფერში არ გვჭირდება. მთავარი არის საქმით და აი ამ ძალისხმევით იყოთ გაერთიანებული და ეს საქმეში გამოიხატოს. როგორც პროტესტის გაძლიერების, ასევე საგარეო ფრონტზე და უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, მაშინ უნდა დაამყარონ სტალინური რეპრესიები და სტალინური ტოტალიტარიზმი, როცა გაწყვიტა 10000 აი იოსებ სტალინმაც კი ვერ მიაღწია მაგ ტიპის აზრის ჩახშობას ამ ქვეყანაში, სანამ არ გაწყვიტა 10000-ობით ადამიანი 37-38 წლებში. მანამდე იმდენი აჯანყება მოხდა, იმდენი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა იყო, რომ სტალინია ისიც კი ვერ ერეოდა ამ ყველაფერს, ხო, მათ შორის პატარა საქართველოში. ხო და ესენი რას მოერევიან, რას იზამენ, რომ საქმიდან გამოსვლას აგვიძალავენ, ვერ მოხდება ეს ყველაფერი. დავით, ნაციონალურ მოძრაობაზე მინდა გკითხოთ, რომლის დამოკიდებულებაც ასეთია პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე, ეს ვითარება შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, რათა ერთიან ფორმატში და ფრონტში გავერთიანდეთო და მორიგ ჯერზე კეთდება მოწოდება ოპოზიციური სპექტრის მისამართით, რომ მკვდარი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის გამოიყენოთ, ასე ვთქვათ, ის ვითარება, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ. ლელოს წარმომადგენელსაც ვკითხე და თქვენც მინდა დაგისვათ კითხვა, იღებთ ნაცების შემოთავაზებას. აი შეიძლება ეს ვითარება ოპოზიციას ამ ვითარებამ ოპოზიციური სპექტრი, ასე ვთქვათ, პირიქით გაგაერთიანოთ და ერთიან სამუშაო მაგიდასთან დაგსვათ. ლელოს პასუხია სხვა შორის უარყოფითი და ამბობს, რომ მოკლედ ნაციონალურ მოძრაობასთან არ დასხდებიან. რას ფიქრობს ამ შეთავაზებაზე თქვენი კოალიცია? ხო, ვიცი, მე მაგას მიუხედავად იმისა, ვინ გააკეთა განცხადება, არ ვიცი, მე მაგას ხო, ამ შემთხვევაში მე თინა ბოკუჩავას, პარტიის თავმჯდომარის და ლევან სანიკიძის ხო, ნაციონალურ მოძრაობის შემოთავაზებას მაგას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ისე დიდი ხანია საჭიროება დგას, რომ გავაერთიანოთ ჩვენ ძალისხმევა და ამაზე ყოველ ჯერზე მიდიოდა მუშაობა სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის გარშემოცვის მსგავსი სურვილი და მიზანი არსებობდა, 8 პარტიის ფარგლებში მსგავსი სურვილი და მიზანი არსებობდა. ის რამაც აი ამ ერთობას და ერთიანობას ხელი შეუშალა აქამდე მთავარი მიზეზი. ეს იყო, ასე ვთქვათ, ნათქვამი სიტყვის არ დაცვა და არა თანმიმდევრულობა სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ, ხო, მათ შორის არჩევნებში შესვლა, იქ საპარლამენტო კომისიებზე მისვლა, ეს იყო, თქვათ, ლელოსა და გახარიას მხრიდან პირველი მსგავსი ნაბიჯი, ოდესაც აი ეს ერთიანობის ფრონტი რაღაც ფრთხილ მაშინ დაზიანდა და მოგვიწია რაღაც გადაწყობა და მე 8 პარტიის ფორმატში გაგრძელდა აი ამ წინააღმდეგობისა და პროტესტის გაძლიერება. მე ის უნდა ითქვას, რომ მათ შორის აი ამ 8 პარტიის ფორმატიდან გავიდა თავად ნაციონალურ მოძრაობა თავის დროზე და მან რაღაცა 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ მშვიდობიან რევოლუციაზე გააკეთა ფსონი და გასაგები იყო, რომ რაღაცა სხვა გზა აირჩიეს. ნახეთ, ერთობლივი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ პარტიულ მას ნომრებს და იდენტობებს კი არ ქონია, მან მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება და მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ეგ კი არ ყოფილა. ეს იყო სიტყვის არ დაცვა, არათანმიმდევრულობა და რაღაცა ზიგზაგებით სიარული სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფთან ეგ პრეტენზია ალბათ ვერ იარსებებს და თუ ვინმეს აქვს მითხრას და უპასუხებ, მაგრამ სხვებთან ვისთანაც იყო ეს გამოსასწორებელია. არც ლელოსთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც გახარიესთანაც კი არავისთან არ იქნება პრობლემა შეთანხმება და ერთმაგიდაზე დაждდომა, თუ ისინი თავის სიტყვას დაიცავენ და თუ ყველა პოლიტიკური აქტორი, როგორც სამოქალაქო ჯგუფები, ასევე პოლიტიკური პარტიები, თუ მაინც არსებობს, იმიტომ რომ ხო გარანტიას ჩემს პარტიაზე, ჩემს პოლიტიკურ კოალიციაზე და ჩემს თავზე მე გარანტიას ვიძლევი, რომ რასაც ვამბობთ, იმას გავაკეთებთ და სრული თანხმედრა გვაქვს როგორც ლიდერებს, ასევე წევრებს, მაგრამ სხვა პარტიებზე ხა ამ თანხმობას მე ვერ ავიღებ. თავად თქვა ნაციონალურ მოძრაობამ აიღოს თავის თავზე ეს გარანტია და იქნება ძალიან კარგი და მისასალმებელი. სამწუხაროდ აქამდე სუდი გამოცდილება ჰქონდა ამ ამბავში გარკვეული მხრივ. ლელომ და გახარიამ ხა ვერ დაждდება რას ნიშნავს ლელოს თავად აქ გადასაწყვეტი რა გზას ირჩევს. ამ საკრებულებში თუ შედის და რაღაცა ნაციონალურ მოძრაობის რა სიტყვები და ქმედებები არ დაიმთხვა ერთმანეთს. აი რაზე ქონდათ თქვა პასუხისმგებლობა აღებული და მე ამის საწინააღმდეგო და შესაბამისად არათანმიმდევრული პოზიცია დააფიქსირა. 8 პარტიის ფორმატში თანამშრომლობთ ძალიან კარგად, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობა და ჩვენ სხვა პარტიები. გეგმავდით ასე ვთქვათ აქციებს, ვაძლიერებდით პროტესტს და ძალიან კარგი აქციებიც გამოგვივიდა.
სექტემბრის თვეში ნაციონალურ მოძრაობამ მიიღო, ვთქვათ, მისმა პოლიცსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეჭირა მხარი 4 ოქტომბრის რაღაც მშვიდობიანი დამხობის რაღაც სცენარის, მშვიდობიანი რევოლუციის სცენარის რაც იყო, ხო? და გავიდა რუიანის ფორმატიდან. ეს იყო რაც გააკეთეს და ეხლა სამწუხარო იყო, მაშინაც შეცდომა იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, უბრალოდ წარსული შეცდომების ტყვეები ვერ გახვდებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი გრძელდება და მივესალმებით თუ ამ ყველაფრის თვითრეფლექსია მოხდება და ისევ შევთანხმდებით და ასე შევთანხმდებით იმას გავაკეთებთ. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, აი 4 ბარიერ გადალახული პოლიტიკური სუბიექტიდან, როგორც უკვე აღნიშნეთ, ქართული ოცნება ითხოვს საკონსტიტუციო დონეზე 3 პარტიის აკრძალვას. აი რატომ ამოიღეს თუ არ ვიცი, ვერ მოხვდა გიორგი გახარიას პარტია ამ სიაში და ამ ჩამონათვალში, ესეც მინდა რომ კითხოთ და ამით დაგეშინოთ. თავად ყოფილი პრემიერის გუნდში ამტკიცებენ, ჯერ მათი არგუმენტებით და მათი განმარტებაც მოვისმინოთ, რომ ქართულ ოცნებასთან არანაირ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ვაჭრობას ადგილი არ ქონია და ის რომ მათი პარტია არ არის ამ საკრძალ პარტიათა სიაში, უბრალოდ ქართული ოცნების ტრიუკია გათვლილი იმაზე, რომ აი ერთმანეთს გადაეკიდოთ ოპოზიციური ძალები. რამდენად შეიძლება ეს იყოს ასე და ხო აი რით იხსნით იმას, რომ როგორც აღმოჩნდა ქართულ ოცნებას ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს გახარიას პარტიის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქართული ოცნება სიმართლესაც ამბობს და მათ შორის გუშინ პირდაპირ თქვა ირაკლი ყობახიძემ, რომ გახარიას პარტია იმიტომ ვერ მოხვდა აი ამ სარჩელში, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. და ამით მათ ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის რაც პირდაპირ ითქვა ირაკლი ყობახიძის მიერ და ხო ასე არის სამწუხაროდ გახარიას პარტია გატყდა და აირჩია გზა, რაც არის აი რაღაცა საიმ სიმულაციაში მონაწილეობა. მუნიციპალურ არჩევნებში შევიდნენ, საკრებულოებში შედიან და რაც ყველაზე ცუდი და დასანანი არის შევიდნენ პარლამენტში. ამის გამო უპირველესად გახარიას პარტია მისავე ამომრჩეველმა დასაჯა უკვე და 2/3 დაკარგეს მისი ამომრჩეველების მაშინ როცა ფაქტობრივად უკონკურენტო არჩევნებში იყვნენ შესული, იმიტომ რომ სხვა პარტიები არ ვიღებთ მონაწილეობას და ეხლა ნუ ქართული ოცნებისთვისაც ეს მისაღები არის, ეს არის მორალურად განადგურებული ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ჯგუფი ამ შემთხვევაში და ელექტორალურად განადგურებული, რომელიც მას ამ ლეგიტიმაციის მას სიმულაციას უქმნის და ეს არის რაღაცა ქართული ოცნების აღქმით რაღაც მათთვის არასაზიანო ტექნიკური ოპოზიცია, რომელთანაც შესაძლოა რაღაცა ესეთი ტიპის ურთიერთობა გქონდეთ. სამწუხაროა რომ ესეთი არჩევანი გააკეთეს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია და ეს ამის გამო ძალიან დაზიანდნენ თვითონ ოპოზიციას. მადლობა დავით იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დავით ჟავანაძეს დავემშვიდობებით. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30 უკვე თავისუფალ სტუდიაში ჩავხდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით.